ჩვენ მიზერულ მოგებაზე ვმუშაობთ და აქაც კიდე მე უფასო მომთხოვო ძალიან დიდი ბოდიში უკაცრავად. ეს იმიტომ არა რომ მე ფულის ხამი ვარ. მე თუ დავინახე რომ პაციენტს რაღაც უჭირს, მე თვითონ გადავწყვიტავ იქ გადავახტევინოთ მას თანხა თუ არ გადავახტევინოთ. გაჭირვებულ ადამიანი ის ემჩნევა. მაგრამ ეს არ უნდა იყოს კამათის საკითხი. ამის შესახებ ლაპარაკიც ეს კითხვა გამახსენდა რატომ? იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ ინფორმირებას ძალიან ბევრი დრო მიაქვს. ანამნეზ კონსულტაციას და ამიტომ გამახსენდა ეს კითხვა. საოცრად ბევრი. კარგი ბატონო. ბოდიში მე რაღაცას ვიტყვი კიდე. მე საბჭოთა პერიოდში ექიმს ვიცნობდი, რომელსაც მორიგე სტომატოლოგიური სარკე ედო ჯიბეში. სარკე სტომატოლოგიური ცით? აი აქ ედო. ჩემი თვალით მაქვს ნანახი. პაციენტს დერეფანში ესე ჩახედავდა, ეტყოდა რა იყო გასაკეთებელი და ისევ ჩაიდებდა უკან. აწხონოს ღმერთმა გარდაცვლილი. აი ეგ კონსულტაცია არ არის. რა თქმა უნდა ეგ უფასოა. სხვის პირში ნამყოფ სარკესო ჩაგიყოფენ პირში, ფული აქეთ უნდა გადაგიხადონ. კონსულტაცია გრძელდება უფრო ხშირ შემთხვევაში თქვენ აღნიშნეთ, ვიდრე უშუალოდ ოპერაცია იმპლანტაციის. რამდენი ხანი გრძელდება იმპლანტის ჩასმა? ერთი იმპლანტის ჩასმა, ალბათ იდეალურ შემთხვევებში ეს არის ანესთეზიანად 15 წუთი. ერთი იმპლანტის ჩასმა. დიახ, ეს არის იდეალური პირობები, როდესაც გვაქვს კარგი ძვალი, კარგი ღრძილი, კარგი ყველაფერი. 15 წუთზე მეტი არ ჭირდება თავის ყველაფრიანად. შეიძლება ერთდროულად ჩაისვას რამოდენიმე იმპლანტი? რა თქმა უნდა. მე მყავდა ლეგენდარული ქალბატონი. გვარდასახელს ვიტყვი. თუმცა მე მას ნებართვას ვეღარ გამოვარდ. 72 წლის ასაკში მომელაპარაკა ქალბატონის სალომე, რომ გაიკეთებდა ზედაყბაზე 8 იმპლანტს, ქვედაყბაზე 6. ყველაფერი დავგეგმეთ. ის ჩამოვიდა საქართველოში და ეთყობა აქედან